მიმდინარე წელს ოჯახს დაუბრუნდა 295 ბავშვი, მინდობით აღზრდაში განთავსდა 698 პატარა, გაშუდა 228, გაიხსნა 25 ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლი. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით შეიქმნა პროექტიც ქუჩის ბავშვები, რომლის მიზანი ქუჩის ბავშვების შესახებ კონცეფციის შემუშავება და ახალი ინფრასტრუქტურის დანერგვაა. პროექტის პილოტირება 2012 წელს თბილისში, ხოლო მომდევნო წლებში ბათუმსა და ქუთაისშიც იგეგმება. 2011 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მომსახურება 100,000-მდე მოქალაქეს გაუწია. 2011 წელი დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოში შეაჯამეს. წელი გამორჩეული მთელი რიგი სიახლეებით, რომელიც ეხება ძალიან ბევრ შემთხვევაში ადმინისტრირების პროექტების ადმინისტრირების გაუმჯობესებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ბიზნეს პროცესების გამართვას და მთელ რიგ სიახლეებს, რომელიც დაკავშირებულია თვითოულ ამ მიმართულებასთან დაწყებული პენსიის ზრდით, დამთავრებული სხვადასხვა სამედიცინო პროგრამებში დაფინანსების გაზრდით და უფრო მეტი მოქალაქის მიზნობრივი მოცვით.